მოგესალმებით, მე ვარ fur.jethro.jis ადმინისტრატორი და ახლა მე თქვენ ამ ვიდეოში ძალიან დიდ ვიდეოა გასწავლით პირველი Mail.ru-ზე დარეგისტრირება, შემდეგ საიტის გაკეთებას. შევიდეთ Mail.ru-ზე. ხოლო მე დავდებ მეორე ვიდეოს დიზაინის დაყენება, შევიდეთ Mail.ru-ზე. Ამით მე შესული ვარ ამ unit-ით. ამითი ვარ და ჯობია გამოვალ და თავიდან დავრეგისტრირდები. შემოვაბრძანეთ საიტზე. დავაძლევთ შემდეგ რეგისტრაცია почтой. აგვწერთ სახელს. ვიშევთ დაბადების თარიღს. ამაში ვიზამთ პირველს. კუთაისი არ არის უკეთებს. და აქ ავირჩევთ email მაგალითად Mail.ru. არა, ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ მხოლოდ ის უნდა იყოს. მაგალითად, კიდე დავწერთ აქ და აქ. ახლა იყოს Fred და validate წავა Mail.ru. აქ პაროლს წერთ. აქ არ წერთ არაფერს. თუ გაქვთ რუსული ნომერი შეგიძლიათ დაწეროთ. აქ ვირჩევთ ამას. აქ დავწერთ ერთად. აქ ძველი email-ს უნდა გქონდეთ email-ი. შევასებთ, შემდეგ აქ ვწერთ ამას. რაც წერი აქ 9-3b. ყველაფერი კარგად შევსო, ახლა დავაძლევთ აქ. დავალიდებ ცოტა ხანი. ეს შევსო, აქ აღარაფერს აღარ შევასოს და დავწერთ აქ. ახლა შევიდა უკვე. და ახლა შევდივართ საიტზე უცოს წერტილი ქონა ეგრე. და ვაძლევთ აქ creative website. აქ ვწერთ email-ს გავაკეთეთ. Mail.ru. კარგია, აქ password წერთ. აქ სახელს. აქ ნიკი რაც გვინდა რომ დაგვეწერო საიტზე. და იყოს ადვინ. აქ ვწერთ დაბადების თარიღს და იმას წელს და თარიღს. მარტი 2000. აქ ვირჩევთ fail and mail. გააჩნიათ თქვენ თუ კაც ხართ იწევთ family-ს და თუ ქალი ხართ mail-ს. აქ ვაძლევთ ქალაქსა და ცხოვრობთ. ვწერთ დამცავკოც დავლებთ წარია და აქ აღნიშნავთ ამ დიჭკას და ვაძლევთ რეგისტრაციას. ახლა დავრეგისტრირდით უკვე ამაზე უცოს კომპზე. ახლა კი უნდა განვაახლოთ email-ი და მოვიდა SMS-ი როგორც ხედავთ. ეს თუ გინდათ გამორთეთ. მოვიდა გავხსნით და აქ ეწერება ლინკი იქნება და დავაჭერთ აქ. გადავიყვან შემდეგ. აქ წერთ დავთავკოთ. შევიდა და მოგიგდებთ აქ ესე მოგიგდო ესეთი პატარა ფანჯარა. აქ ვწერთ სამართავ პანელის კოდს. გავიმეორებთ.
აქ უნდა დავწეროთ bitsname ჯობია ყველაფერს და bitsname-ის password-ს ჩავწერთ აქ. ეხლა მე აქ ჩავწერთ unit-ის მას parolს. bitsname-ში ჩავწერთ მაგალითად იყოს Agli os და save-ს დავაწერთ. არა, unit password-ი არა, ის გავიმეორე მე. აქ ჩავწერთ რაც გვინდათ იმას. იყოს ეგრე. შე დავრეგისტრირდით. ეხლა კი საიტის გადადება. აქ წერთ მაგალითად რაც გვინდა საიტი. მაგალითად იყოს forge.jet.com 309 შევყვდავთ აქაც და აი ამ ტიცკას ვნიშნებთ ისე და continuous ვაძლევთ. აი წერტილი არ შეიძლება. forge.jet.com იყოს. აი ეს არის არასწორი. ეს იყო და ვაძლევთ continuous. აი გაკეთდა და შემდეგ ვაძლევთ ადმინისტრატორ აი აქ. აგერ უფრო სწორად. კონტროლ პანელი. აქ წერთ აი ჩვენ რო გაწერია. აი forge.jet.lg რომ წერია აი ეს. ამას წერთ რაც გვინდა აი აქ. აქ დავწერთ მაგალითად forge.jet. აქ ვიცით დიზაინს. იყოს პირველი დიზაინი. აქ ვუჭერთ ენას. ως ქართული. და ვაძლევთ შემდეგ continuous. დავალოდებით. და აქედან მოვნიშნავთ უკვე ყველას. და ისევ continue. დავალოდებით. აი control panel-ი. ამიტომ შეგიძლიათ კიდევ გააკეთოთ. საიტები უნდა შეხვიდეთ tutos.com-ზე. და აი აქედან გააკეთებთ ჩაწერთ იმეილს, რაც გავაკეთეთ იმას და გავაკეთებთ საიტზე. აი ახლა შევედით. ახლა შევამოწმოთ თუ გაკეთდა საიტი. აი როგორც ხედავთ საიტი გაკეთებულია. ახლა მაიას სტრანიცას მოშორებას გასწავლეთ. აი კონსტრუქტორს დავთ. და აქ მაის საიტი წერება. და აქ წერთ რაც გვინდა. იყოს ეს. აი აქ წერია რაღაცა ინფორმაციები და რაღაცები და ამის შეცვლას აქ საიტის მენიუს გავაკეთებთ. უბრალოდ სექციების კატეგორიებს შემდეგ გაკვეთილში მე გამოკითხვას გავაკეთებთ და კიდევ გავუკეთებთ სიახლის დამატებებს ორი ფორმას და რაღაცებს. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დასრულებულია. თუ რამე კითხვები გექნება, შემოწერთ საიტზე და დაწერთ კომენტარების სახით.